ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გადაცემის შემდეგი სტუმარია ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მოგესალმებით, ბატონო შალვა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. გილოცავთ ამ შესანიშნავ სტუდიას და ღერთმა ქნას რომ სულ კარგი ამბები გახმოვანებული იყოს თქვენგან და ამ სტუდიიდან საქართველოსა და თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ჩვენი ხალხისათვის. დიდი მადლობა, მშვენიერი სურვილია, თუმცა კარგით ვერ დავიწყებ. ლარის კურსმა 2.59 მიაღწია უკვე და მე მინდა წაგიკითხოთ პრემიერ კვირიკაშვილის რამდენიმე ფრაზა. ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამით არის გამოწვეული ის, რაც ხდება. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად დასტაბილურდება კურსი. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს თავრობის ბრალი თუ აი რის ბრალია? წმინდაწმის დემაგოგიას განმარტება, ხალხის შეურაცხყოფა, ისევე როგორც ბატონმა კვირიკაშვილმა, მისმა სამეგობრომ ჩხატიშვილებმა და სხვაებმა 90-იან წლებში დაიტაცეს გაერთიანებული ქართული ბანკიდან ჩვენი ანაბრები და შუბლის ზარღვიც არ ატოკებია, თუმცა ასეთ რამე არ გააჩინათ მათ რა უნდა ატოკებოდათ. ასევე ეხლაც მათ საერთოდ არ აღელვებთ და არ ტკივათ ხალხის გასაჭირი ეს გამწარებული დაღვრემელი ადამიანები, რომლებიც დადიან, არიციან რა იყიდონ, რით იყიდონ, რა შეიტანონ ოჯახში, რით გამოკვებონ თავი, რით ასადილონ შვილები, აი არ აღელვებთ მაგათ ექსერტო და დაგვრჩინიან კიდევაც. რომელი ექსპორტი უნდა ექსპორტს როგორ უნდა გაესწრო იმპორტისათვის, როდესაც არც ის დაპირებული 150 ქარხანა ფაბრიკა აშენდა. არც ამათი გამოშვებული პროდუქცია არავის არ უნახავს. რა ექსპორტი გვაქვს, რისი ექსპორტი გვაქვს ჩვენ? ესენი თუ კი რამე შეიძლება ექსპორტში და წარმოებაში ჩადო, ყველაფერს ეზიდებიან ოფშორულ ზონებში და იქ აბანდებენ ვალუტის ჩათვლით. შესაბამისად, არც არასოდეს არ ყოფილა ჩვენთან, რომ ექსპორტი ასწრებდა იმპორტს პირიქით. ყველაფერი შემოდის უცხოური და იმპორტული, ამაში იმპორტიორები იხდიან მილიონობით დოლარს ღთამისახით, ყველა ხელისუფლებასთან და განსაკუთრებით ივანიშვილის ჯგუფთან, დაწყებული კველი ჯაგრისიდან გაგრძელებული მახათის ნემსით, რომელიც თამაში ძალიან უყვარს ამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველაფერი შემოდის იმპორტული. ეს კეთდება განზრახ და დანაშაულებრივად იმისათვის, რომ აქ არ გაიხსნას მისი მწარმოებელი საწარმო, აქ არ დასაქმდეს ჩვენი ადამიანი და რომ ჩვენ სამუდამოდ ვიყოთ მიბმული უცხოურ ინექციებზე და სამუდამოდ ვიყოთ უცხოეთში დამზადებული პროდუქციის გასაღების ძალიან დიდი ბაზარი. ბატონო შალვა, აბა რით ახსნეთ პრემიერის აი ესეთ განცხადებას? ის პრემიერ-მინისტრია ქვეყნის და ასეთი განცხადება გააკეთა. პრემიერ-მინისტრი არაპატრიოტი, არჩევნების გამყალბებელი, ხელისუფლების უზურპატორი, ივანიშვილის ხელის ბიჭი და მონა, უცოდინარი და უპასუხისმგებლო, რომელმაც იცის მარტო უფროსების ბრძანების და დავალებების შესრულება და ამ შესრულების დროს საკუთარი იმხელა აზროვნებას კი არ აქვს, რომ რაღაცა ოდნავ არგუმენტირებული მიზეზი თქვას, რეალური მიზეზი, რაც მოხდა ჩვენს თავს და რაც არ დამთავრდება მალე, გახლავთ ის, რომ არჩევნების დროს ივანიშვილმა, მისმა დანაშაულებრივმა ხროვამ გამოიტანა უზარმაზარი რაოდენობის დოლარი და გადაახურდა ლარზე, რათა 80,000 კოორდინატორი ხავდათ ადგილებზე, არჩევნების გამყალბებლები. აი მათთვის გადაიხადათ ეგრეთ წოდებული ხელფასი და ეს ყველაფერი იყო ჩრდილოვანი სხვათა შორის და მე იმ კოორდინატორებს კიდე საჩინელ მდგომარეობაში მყოფი გაჭირვებული ხალხისთვის, უმწეოთა სიებში მყოფი ადამიანებისათვის შეეტანა არჩევნების წინაღამეს 300 ლარი, 200 ლარი, 400 ლარი, ეს ყველაფერი იყო შავი ფული, რომელიც გადალარდა. და ეს ამ ლარის მასამ უკვე დაიწყო კუპონიზაცია და შესაბამისად პირდაპირ კურსს დაარტყა. ივანიშვილმა ჩაიბარა ლარის კურსი 1.66 იყო 2013 წელს, შემდეგ აუშვა ეს კურსი იმისათვის, რომ გაწეული დანახარჯები 2012 წლის და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამოეღო ლარის კურსის თამაში დოლართან მიმართებაში, ეს მთლიანად ამოიღო, მერე ცოტა ხანს გააბალანსეს 1.25-ს დავიდა მგონი. გააბალანსეს არჩევნების წინ იმისათვის, რომ ხალხი დაემშვიდებიათ, გააბალანსეს და როგორც კი გაიღეს ეს 9 მილიარდი დახარჯეს არჩევნების ივანიშვილს ადებ ეს ლარის კურსის ეს ყველაფერი გამოწვეულია ლარის მასის გამოსვლით საფინანსო ბაზარზე და საერთოდ ეკონომიკაში არჩევნების საარჩევნო მოსყიდვების გამო და ამხელა ლარის მასამ ბუნებრივია გაზარდა მოთხოვნილება დოლარზე და ამ დროს დოლარები სად არის? აგერ დოლარები ივანიშვილის დეკლარაცია მისი ხელით დაწერილი მოგიტანეთ, ეს დოლარები ქვეყნისაც და მისი პირადიც მოფენილია მთელ დედამიწაზე. დაწყებული როლს როისიდან
გაგრძელებული Volkswagen-ით, გაგრძელებული Raiffeisen ბანკებით, გაგრძელებული ოფშორებში არსებული უამრავი კომპანიით, აგერ არის ჩამონათვალი, რომ ალბათ მორგანებსა და როკფელერებს შეშურდებათ ეს ყველაფერი და ნახევარი კიდევ არ არის შეტანილი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი ადამიანია, ბატონშალვა, ჩვენ ხო ვიცით ამის შესახებ. ის მდიდარი ადამიანი რომ ანუ ეს დოკუმენტაცია რაიმე კრიმინალში იცავს, რას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, რასაც დახარჯავს ნებისმიერ საქმეში 100 მაგად და 1000 მაგად ამოიღებს. და ამ პროცესში ვართ ახლა, რაც დახარჯა არჩევნებში გასაყალბებლად ხალხის მოსასყიდად კოორდინატორების ხელფასებისათვის, ხელისუფლების უზურპირებისათვის დაიწყო მისი ამოღება და ბუნებრივი ამოღების პროცესმა ასახვა პოვა ლარზე პირველ რიგში ორგანიზში რამე რო იცვლება. პირველ რიგში ამას სისხლის ანალიზით იგებენ, ხო? და ეროვნული ვალუტა არის სისხლი, რომელიც ორგანიზმში, ეკონომიკურ ორგანიზმში მოძრაობს. როგორც კი დაავადდება ორგანიზმი, ანუ არჩევნების გაყალბებით, ფალსიფიცირებით, წარმოების ვარდნით თუ სხვადასხვა მიზეზებით, ან თუნდაც სტიქიურ უბედურებით, ის იმ წუთში აისახება კურსზე. და დაავადა საარჩევნო манипуляციებით, საარჩევნო კომბინაციებით, საარჩევნო ბოროტმოქმედებებით, დაავადა ეროვნული ლარი, გამოუშვა და შეაგროვა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ეს საჭირო იყო ნორმალური ეკონომიკური ბალანსისათვის და შესაბამისად შედეგებით სახეზეა, ამას მალე მიყვება უკვე ფასების ზრდა და ეს გარდაუვალია, არა მარტო ბაზარში, არამედ ანუ ხალხს ვერაფრით ვერ დაამშვიდებთ, აი არაფერი არ არის. ეკონომიკური გუნდის ცვლილება არის ახლა მოსალოდნელი. როგორ ფიქრობთ, შეიძლება რომ თუ კი აი დაუშვათ თქვენ რასაც ამბობთ, ეს ასეა, მაშინ რაღაცომ ცვლიან ეკონომიკურ გუნდს და რაღაცაზე განახლებას არ ხალხი დაამშვიდონ დახარჯების წინ მშიერი ხალხი და აფიქრებინონ რომ აი ადრე იყო ხადური და მან გაანადგურა ლარი. ეხლა მოვა ყანდური და ეხლა დააყენებს ყველაფერს ფეხზე. სიამდვილეში ესენი არიან ყველა ყანდურები, სეთურის დამადობით, რომელიც იმ შუშ სასახლეში ზის და ქვეყანას ძარცვავს. ეს არის უზარმაზარი კრიმინალი, რაც კი კაცობრიობის ისტორიას ოდესმე უნახავს და მაინც და მაინც ეს კრიმინალი ჩვენ დაგვეცა, ასე ვთქვათ, ბომბივით, ნაგასაკის ატომური ბომბივით თავზე. შესაბამისად, სანამ არ შეიცვლება თვითონ ეს რეჟიმი და რეჟიმის მეთაური არ იქნება იზოლირებული და პირდაპირ ვიტყვი დაპატიმრებული და ჩვენ სწორედ ამიტომ შევიტანეთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე სარჩელი, რათა ის პასუხისგებაში იქნას მიცემული ანგოლაში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულისათვის, საღდრისის აფეთქებისათვის, იმ საღდრისიდან მამოცხონებულმა რო გაიტანა 1 მილიარდი დოლარის ოქრო, ხო ჩვენ არ მოიგონია ოფიციალური სტატისტიკა უცხოეთში და არც ერთი კაპიკი ბიუჯეტში არ გადაიხადა ვალუტის სახით. რამ უნდა გაამაგროს ჩვენი ეროვნული ვალუტა და ლარი? რამ უნდა გაამაგროს? ქარხანა არ მუშაობს, ფაბრიკა არ მუშაობს და მდიდართა წრეს, კალაძეებს, ივანიშვილებს, მამაცაშვილებს, ჩხარტიშვილებს, პაპაშვილებს, გილაურებს, ხაზარაძეებს ვალუტა გატანილი აქვს საზღვარგარეთ ოფშორულ ზონებში. და შესაბამისად, როცა ეკონომიკა არ მუშაობს, მრეწველობა გაჩერებულია, საწარმოები ზდუმან და არც სავალუტო რეზერვი არ აქვს, რომელიც ქვეყანას ობიექტურად გააჩნია, მაგრამ აქ კი არ აბანდებენ. ამას აბანდებენ საზღვარგარეთ ხო ჩამოთვალეს, ახლა ავსტრიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, ყველგან საქართველოს გარდა, ანუ გაიცალა წითელი ნაწილაკებისაგან ჩვენი სისხლი, რასაც თქვი ეროვნული ვალუტა. რახან გაიცალა, ამან კურსზე დაუყოვნებლივ პოვა ასახვა. აბა გავიდეთ ახლა გლდანში ბიტკოინების კომპანია დააარსა ივანიშვილმა, თავისუფალი ზონა შექმნა გლდანში. ეს ბიტკოინები არის კომპიუტერები, სუპერკომპიუტერები, რომლებიც საერთო გლობალურ ქსელში არის ჩართული და უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას თელ დედამიწაზე. ეს არის მისი საკუთრება, დენში იხდის 11 თეთრს და არავითარი ლარის კურსის ცვლილება მის ამ საწარმოზე და მის საკუთრებაზე არ მოქმედებს. და შესაბამისად ის ვალუტა, რომელიც შემოდის, აი აქ ამ ბიტკოინებისაგან ჯდება არა ქვეყნის ანგარიშზე და ტრიალებს არა ქვეყნის ეკონომიკაში და ფინანსებში, არამედ ილექება ოფშორულ ზონებში. მარტო პანამაში აღმოუჩინეს ივანიშვილს უამრავი დამალული კომპანიები. ბადნაშალვა, ჩვენ ეკონომიკურ გუნდზე ვისაუბრეთ და ასევე ოფშორული ზონა არის 45 მთელ სოფლიოში, ჰონკონგიდან დაწყებული, დუბაითი დამთავრებული. და მთელი მსოფლიოს აუდიტორები რო დაიქირავო, ივანიშვილის ჩატარებულ კომბინაციების დათვლას და დადგენას ალბათ 10 წლები დაჭირდება და ამ კომბინაციების მსხვერპლი ვარ. თავრობის ცვლილებებთან დაკავშირებით მოდით დავბრუნდეთ ისე ჩვენს თემას. დავუშვათ ეკონომიკურ გუნდზე ვისაუბრეთ უკვე. დიასპორის სამინისტრო არის შესაძლებელი რომ გაუქმდეს. როგორ უყურებთ ამ საკითხს? არის თუ არა საჭირო ეს სამინისტრო ზოგადად და რატომ უქმდება, როგორ ფიქრობთ თქვენ? საერთოდ მიმაჩნია რომ არც ერთი მინისტრი მათი უფროსის დამადობით საჭირო არ არის და ისინი ქვეყნის
უღმართი განვითარების გამო მოხვდნენ ხელისუფლების უმაღლეს წერტილებთან და უმაღლეს სავარძლებში და მათი საქმიანობის შედეგები აგერ ასახულია. ამდენად მიამთავრობის მიმართ არანაირი ილუზია არ მაწუხებს, რომ მათგან შეიძლება რამე მივიღოთ პოზიტიური, არც დიასპორის სამინისტროსგან და არც თქვა სხვა სამინისტროებისაგან. მიმაჩნია, რომ სისტემის შეცვლა იქნება ერთადერთი გარანტია იმის, რომ ლარი დაემსგავსოს ლარს, ხალხი დაემსგავსოს ხალხს, ეკონომიკას, ჩვენი ფსიქიკას, ჩვენი იმედები იმედებს და ჩვენი რეალური ოცნებები ოცნებებს და არა დამსხვრეულ ოცნებებს. შესაბამისად, ეხლა მე თუ მკითხავ, ყველა მინისტრს გავანთავისუფლებთ ამდეობიდან, ივანიშვილს ამოუკეტავ ციხეში, ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით იმ კრიმინალისათვის, რაც მან ჩაიდინა თავისი ცხოვრების მანძილზე და რა ვნებაც ქვეყანას მიაყენა და დავაკომპლექტებ მთავრობას ახალი პროფესიონალებით, არაპარტიული ნიშნით, არამედ წესიერების, ზნეობრიობის, კვალიფიკაციის ნიშნით და ამისათვის თქვენი ტელევიზიიდან და შესანიშნავი სტუდიიდან გამოაცხადებდი კონკურსს მინისტრის პორტფელების ჩასაბარებლად, აი აქ დავსვავდით აი ამ კანდიდატებს, ვინც მოიფიქრებდა და გადაწყვეტდა ასეთი ძიმე და საპატიო ეროვნული მოვლენების შესრულებას და ერთმანეთთან დებატებში საზოგადოება არჩევდა სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, რომელი მინისტრისთვის ჩაგვებარებინა შესაბამისი უწყება. ეს არის დემოკრატია. ეს არის დემოკრატია. სხვა შემთხვევაში არის ოლქოკრატია, სხვა შემთხვევაში არის ოლიგარქია, სხვა შემთხვევაში არის ერთი პატარა ავადმყოფი კომპლექსიანი კაცის ინტერესებზე შეწირული ქვეყანა, კაცისა, რომელიც თავის დროზე იჯდა და ნარკოტიკებს ყიდიდა. ეხლა პირდაპირ რო გითხრათ. აღარ მინდა ეხლა დეტალებში გასვლა. კარგი, ბატონო ჩალვა, თქვენ ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და ჩემ ბრალ ის არის, რომ მაშინ პროკურორში მუშაობდა, ეს არ შევაგდე მაშინ ციხეში. აი ეს არის მთელი ისტორია ამ საქმის. რომ იცოდეთ თქვენ. ბატონო შალვა, თქვენ არ ცნობთ მთავრობას, არჩევნებსაც არალეგიტიმურად აფასებთ, თუმცა ზეგ CSKO ოფიციალურ მონაცემებს ოფიციალურად შეაჯამებს არჩევნებს. CSKO-ს ყველა წევრი იქნება პასუხისგებაში მიცემული, ვინც ამ შედეგებს დაუჭერს მხარს და დაადასტურებს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და ლეგიტიმური. ყველა წევრი. ეხლა მე უარესაც გეტყვი, 80 როგორ? ანუ ამის არ გჯერათ. არა, რა სისულელია, როგორ შეიძლება ეხლა ვინმე ჟერან საქართველოში ან უცხოეთში, რომ საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი, ხალხო. შეიძლება ვთქვათ, ვერ ავიღეთ უმრავლესობა, კაი ჯანდაბას გაგვიყარდეს, ხო? ნუ შეიძლება ვერ გავედით საკონტროლო პაკეტით, რაღაცა 30, 40, 20 კაცი თუნდაც. მაგრამ 6 დეპუტატი ვერ გაიყვანა ლეიბორისტულმა პარტიამ. როცა 10 ამომრჩევლიდან სულ შემთხვევაში 4 გვაძლევდა ხმას. სულ შემთხვევაში. და 10 ამომრჩევლიდან 8 აგინებდა ისეთ თემებზე ბიძინა ივანიშვილს, რის დასახელებაც არ მინდა ახლა სტუდიაში, იმიტომ რომ საზოგადოების ნეობას ვცემ პატივს. და უცბად არჩევნების წინა ორ ღამეს, მას შემდეგ რაც შევიდნენ საწყალი გაჭირვებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ გაჭირვებულ ადამიანებთან, გამოიყენეს მათი უბედურება ბოროტად და აი ის ფული შეიტანეს, რომელსაც ახლა უკან ართმევენ, ხო? აი მაშინ შეიცვალა სიტუაცია და ჩვენ დავჭირთ პარლამენტს გარეთ. ვინ დაიჯერებს ახლა მას და საოცარი დამთხევა ისტორიაში ახლა პარალელებით ცნობილი ამბავია, მაგრამ ასეთი ზუსტი მათ შორის პერსონალიებით პარალელებიც მე არ გამიგია. სიზმარში მგონია თავი 99 წელს ჩვენ დაგვიყალბ არჩევნები რომან კუსიანმა ჟუანიეს თანაშემწე იყო დეპუტატი მოქალაქეთა კავშირიდან და მამუკა კოპალეიშვილმა CSKO-ში იჯდა. იცით ვინ დაგვიყალბა ეს არჩევნები ახლა? ისევ რომან კუსიანმა და ისევ მამუკა კოპალეიშვილმა, რომლებიც ციხეში უნდა მჯდარი იყვნენ 99-ში, რაც ჩაიდინეს ამისათვის. ანუ იგივე სახეები მოკრიფა, იგივე ჯგუფები, იგივე მეთოდები გამოიყენა, რასაც იყენებდნენ შევარდნაძის დროს, თქვა ნაციონალური მოძრაობის დროს, მაგრამ ეს ყველაფერი გააერთიანა, გაათმაგა, გაასმაგა და მივიღეთ პრაქტიკულად ჩვენ უზურპირებული ქვეყანა, რომელსაც მართავს ვიმეორე ერთი ავადმყოფი, ეჭლიანი კომპლექსები დახუნძრული, გაბოროტებული კაცი, რომელიც მუდმივად თავის სიმდიდრეს ემალება და თავის სიმდიდრეს გაუგზავნა და თავის სიმდიდრეს ეშინია. აი ეს კაცი მივიღეთ, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას და ვარ ძალიან საშიშ სტადიაში, საშიშ სიტუაციაში, იმიტომ რომ ქვეყანას დაეუფლა ძალიან მსხვილი მასშტაბის ქორვაჭარი, რომელსაც შეუძლია მეყიდოს ყველაფერი. აგერ აქ ნახეთ რა გაუმოძღვრობის მასშტაბი, ნატანებში 25 ნაკვეთი აქვს ნაყიდი. ნატანებში ზღვისპირეთი ჩვენ აღარა გვაქვს. ერთი აფხაზეთის მონაკვეთის ოკუპაცია გააკეთა რუსეთმა.
აჭარის სანაპირო ზოლის ასე ვთქვათ მშვიდობიან ოკუპაციას თურქი ეგრეთ წოდებული ინვესტორები აკეთებენ და დანარჩენი შუალედი ფოთიდან ჩოლოქამდე ოკუპირებულებს ბიზინა ივანიშვილს ანუ რომ მოუნდეს ახალგაზრდა კაცს თუ ძველგაზრდას ზღვის სანაპიროზე გასვლა ვერ გავა იმიტომ რომ შეღობილი აქვს მართლა იქ დაცვადგა და არ გაგიშვებენ აი რა დონის ხარბი უნდა იყო ხარბი არ გეყოფე ერთი ნაკვეთი მამოწყენებულო თუნდაც ერთი დასახლება რაუბედურობა მთელი ზოლის ყიდვა და ხელში ჩაგდება ასე რომ ემუშავათ ამერიკელ მილიარდერებსა და ოლიგარქებს ოკეანის სანაპიროები იქნებოდა მთლიანად დაკავებული და დღეს ფილადელფია და ნიუ-იორკი და ბოსტონი აღარ იქნებოდა გაშენებული ამ იმის რა ქვია ატლანტიკის სანაპიროზე და წყნარი ოკეანის სანაპიროზე ლოს-ანჯელესი და ეს რა ქვია სან-ფრანცისკო აღარ იქნებოდა ასე ვინ აკეთებს ფულსაც ხო ზნეობა უნდა ფულის გამოყენებასაც ხო ზომიერება უნდა ფულის სიდიდე ხო არ გაძლევს შენი ვნებების გაზრდის უსასრულო მასშტაბებს მაგრამ როგორც ჩანს არც ამაში მქონია ბედი არა და ჩვენ მქონდა ისეთი უდიდესი ტრადიციები როდესაც აი ასეთი მდიდარი ოლიგარქი მოღვაწეები ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას მე არაერთხელ მithქოლოს და სულ ვიტყვი მე ამას ჩვენ არ ყოლოდა სარაჯიშვილი აი ეს მაშინდელი გაგებით მილიარდერი არ გვეყოლებოდა ივანე ჯავახიშვილი არ გვეცოდინებოდა საქართველოს ისტორია ივანე ხო იმან გააგზავნა ევროპაში სასწავლებლად ნახე ოპატრონო ნიჭერი ბავშვი მოკიდა ხელი და გააგზავნა ხო და როცა აკაკი წერეთელს კითხავდნენ რომ როგორ ახარო აკაკიო აი როგორც ხოშტარია ისე ვარ მეცო ხოშტარია ასევე ცნობილი კომერსანტი იყო რომელიც აფინანსებდა წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პოეტებს მწერლებს მაგრამ ეს კაცი აფინანსებს მარტო თავის მკებლებს თავისი სამეფო კარის მასხარებს და ინტელიგენციაც კი წაგვიბილცა ამ კაცმა. ეხლა მე ვაგრიტიკებ აქ ინტელიგენციას და სამართლიანად ვაგრიტიკებ. აი ვინც არის მაგის სიაში 4000 5000 რო იღებენ თვეში და ყველა დავლებას ასრულებენ. მაგრამ ვაგრიტიკებ არა იმიტომ რომ ისინი მძულს მე. ისინი მიყვარს მე და არ მინდა რომ ბოლომდე ჩაყვნენ იმ წუმპეში, საერთოდ მიაქანებს ეს პიროვნება. შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ჩვენ წინ გველოდება ძალიან დიდი და სერიოზული ბრძოლა მეგობრებო. ეს არის აი როგორც იყვნენ აი აბლაბუდა სპრუტი რომელიც ასეულად არ მოეშობა, იმიტომ რომ ქვეყანა ნაყიდი აქვს, მან იყიდა სახელმწიფო ხელისუფლება, იყიდა ქვეყანა მიწის ნაკვეთებიდან დაწყებული და ხელისუფლების ყველა შტოთი დამთავრებული, ეს ასეულად არ წავა, ჩვენ დაგვჭირდება დაუმორჩილებლობის წინააღმდეგობის რეჟიმზე გადასვლა, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და მე ახლა ვიღებ ზომებს საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებისათვის და რაც თავია ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს დაგვჭირდება დიდი მამულიშვილობა. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ პირადი წყენები, სიმპათიები, ანტიპათიები, ჩვენ ყავს საერთო მტერი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ტურების ხროვა. ეხლა მგლებს ვერ შევადარებ, მგელი კეთილშობილი არსებაა და ძალიან დიდი ლეგენდაა. მე არ მინდოდა ამაზე მეკითხა, მაგრამ რადგან თქვენ თვითონ ახსენეთ ინტელიგენციასთან თქვენი რაღაცა გაუგებრობები. ხო, თქვენ ძალიან გააჯაზეთ ეს და მოკლედ იმ ქალბატონს ნუ ალაზგეთ ჩემი თავი. არა, უბრალოდ პასუხი გააქცა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელმაც მე მადლობელიც ვარ, იმიტომ რომ ეგეთები რო გლანძღებ რეიტინგი გეწევა მე მაგრამ. გულისხმობთ ეგეთებს. აი ის ვინც გამცა პასუხი მოკლედ. ძალიან გულნატკენები არიან ხალხი ბძენია, ხალხი ბძენია, ძალიან იოლად იგებს ლიქნელობას, პირფერობას, ძალიან მალე შიფრავს ესეთი ეშმაკობებს, რომელიც მიმართულია პირადი ქონებრივი გამორჩენისაკენ და ხალხის ინტერესების უგულებელყოფისაკენ ბრძენია და ამიტომ როცა ეგეთები გაგინებენ და გლანძღავენ პოლიტიკოს არის ძალიან კარგი რეიტინგისთვის ერთხელ კარგია მაგრამ მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრა რომ მიუხედავად იმისა რომ ცხოველთა სამყარო უაღრესად მიყვარს დათვი ნამდვილად არ მყავს მით უმეტეს 5 კილო ხორცს რო შავს დღეში ესეთი 20 წლის სიმყავდა დათვის ბელი ჩვენ რომელიც მე ზოოპარკ ჩავაბარე და ეთყობა ეს ამბავი გაიგე ზოგიერთ თემა და მოკლედ ამას აპიარებენ. ნუ ეგ არაფერია. ეს პრობლემები ყველაფერი მოგვარებადია. რადგან ჩვენს ეთერში იყო ეს ამბები. ეს ბოროტება უნდა დავამარცხოთ. ეს ბოროტება ყველამ ერთად. ინტელიგენციასთან დაკავშირებით სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ რომ რაღაცნაირად შევიდეთ ამ ქალბატონებს. მაინც ქალბატონები არის. არა, ქალბატონებს ნუ თუ შევხვდები ყოველთვის მივართ მე მოიფერები და სხვა არაფერი. სხვა არაფერი პრობლემა არ მაქვს. და ბადნაშალო აუცილებლად მინდა გკითხოთ ქალბატონ ნინო ბურჯანაძე იყო თქვენ წინ ჩვენი სტუმარი და მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის. თქვენი პარტია მიიღებს თუ არა ამ კონსულტაციებში მონაწილეობას და რას აპირებთ ზოგადად აი ოპოზიციური პარტია ხართ თქვენც? კონსულტაციები ჩვენ დავიწყეთ როგორც გახსოვთ, როცა გამოაცხადეთ წინააღმდეგობის ფრონტის კომიტეტის შექმნა, პირველი კონსულტაციები ჩვენს ოფისში გაიმართა, ზოგი ახლა ტელევიზიით გავახმოვდა, ზოგი არ გაგვიხმაურებია. შესაბამისად ეს კონსულტაციები გააღრმავდა ჩვენი პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დავაფიქსირეთ, მათ შორის
კონსპირაციულათაც და საჯაროდ დღეს უკვე თქვი ბრიფინგზე, რომ პირველი საქმე, რაც უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ეს გახლავთ ჩატარებული არჩევნების გამოცხადება ფალსიფიცირებულად, უკანონოდ, არასამართლებრივად, ეს მართლა ასე იყო და არჩეული პარლამენტის მიჩნევა არალეგიტიმურად. ეს უნდა მსოფლიომ გაიგოს ჩვენგან, იმიტომ რომ ჩვენ ვეჭხუბებით უცხოელ დამკვირვებლებს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირს, რა თქვენ, რატო არ აფიქსირებთ ამ დარღვევებს და ამ დროს ჩვენ თვითონ არ აქვს შეთანხმებული ერთიანი დოკუმენტი მიღებული, რომელიც ასახავს ობიექტურ ჭეშმარიტებას და რომელსაც დაეყრდნობიან ჩვენ უცხოელი მეგობრებიც. ამიტომ ეს დოკუმენტი უნდა იქნას მიღებული და შემდგომ, რა თქმა უნდა, მე მაინც ვთვლი, რომ მათთან საარჩევნო რეფორმაზე ვაჭრობას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში ყოფნა ისე გაუტყბათ იქ ვინც მოხდენენ პარლამენტში, აღარ მიდახლა გვარები ჩამოუთვალო, რომ არც ერთ შემთხვევაში არც მაჟორიტარულ სისტემას გაუქმებენ, არც ვიდეო კამერებს შეგვატაინებენ საარჩევნო უბნებზე, არც საარჩევნო კომისიებში პარიტეტს მოგცემენ. ეს არის გამორიცხული და ყოლა დაუშვებელი, ამიტომ უნდა დაიწყოს ისეთი პოლიტიკური და საერთო სახალხო მოძრაობა, რის შემდეგაც თვითონ ივანიშვილის ჯგუფი დაიწყებს ხვეწნას, რომ მობრძანდით დასხეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავიწყოთ საარჩევნო რეფორმა. სხვა შემთხვევაში გამოვა იმის გამეორება, რასაც ეს 4 წელი აკეთებდა ოპოზიცია, როდესაც შეიყოლია საუბარში, კონსულტაციებში, აგერ ხან ერთი პრემიერ-მინისტრი შეხვდა, ღარიბაშვილი მე ეს გადააყენეს, მეორე შეხვდა, რაღაცას დაპირდა, აგერ მე ორშაბათს მოდი ბატონო, სამშაბათს მოდი ბატონო, ჩიტოდი და კოი ხოჩიში როგორც იმ კინოშია და საბოლოო ჯამში ყველა დარჩა სასიამოვნო თუ არასასიამოვნო გაოცებული. თქვენ არ წახვალთ მოლაპარაკებებზე? რის მოლაპარაკებებზე? აი დაუშვათ ხელისუფლება თუ წამოვიდა გარკვეულ თქვენ მე დიდი ხანია ვიწევ ტელედებატებში ბიზინა ივანიშვილს და ეხლაც კიდევ მას მიმართავ და ვეუბნები გამოძვერი ბუჩქებიდან და გაეცი არჩევნების იყო გამოდიოდი და ასხადებდი რომ შალვა ნათელაშვილი არის ორჯერ მეტი დამნაშავე ვიდრე ნაცმოძრაობა და იმავე დღეს გიგა ბოკერია მისი უკანა კარიდან იყო გამოსული. ნაცმოძრაობა იქეჯდა შუშის სასახლეში და არჩევნების შედეგებს იყოფდნენ. ხო ნახეთ როგორ არის გატρული ნაცმოძრაობა რომ არც დარღვევებზე საუბრებს და შიგა პრობლემებით არის დაკავებული. შესაბამისად, აი რო აცხადებდი ამას რომ ვარ მე მილიონერი, რო ვარ ნაცმოძრაობაზე უარესი, რო ლეიბორისტული პარტიის შესვლა არის სირცხვილი და სამარცხვინო ლაქა, რო ჩვენი ამომრჩევლები არიან სამარცხვინონი, აი ახლა რა სიტყვი სამარცხვინო ვინ არის ჩვენ? თუ შენ და შენი ხროვა თუ ის ხალხი ვინც მოატყუე გადაყარე მოისყიდე ხმა მიაცემინე და აი ამ დღეში ჩაყარე ამიტომ კეთილი ინებე მობრძანდით ჩემთან ტელედებატებში და ერთხელ და სამუდამოდ გავარჯოთ თეთრი და შავი მე შენი ბიოგრაფია ხო იცი რომ ზეპირად ვიცი და ხო იცი რომ არაერთხელ შემეძლო დამეჭირე მაგრამ ეს არ გავაკეთე იმიტომ რომ მეზობელი იყავი მაინც მაგრამ შე რა ნაძირალაც იყავი, ვინ ნაძირალად დარჩი დღემდე და ასეთად მოკვდები სხვათა შორის თავარია ჩვენ მოგცვილი და დროზე. ქვეყანას დაანებო თავი და დანარჩენი შენ კი სერი გიტეხია შენი გარემოცვიანა. დიდი მადლობა ბატონო შალვა რომ იყავით. აი ეს დეკლარაცია მე მინდა რომ დაგიტოვოთ, გაეცანით და ნახეთ რა ავაზაკთან გვაქვს საქმე. ქვეყანა შიმშილით ხვდება წინასაახაცროდ და ამისი მილიარდები მთელ დედამიწაზეა გამფენილი და არც ერთი კაპიკი ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოდის მისი მილიარდებიდან. სხვათა შორის მაპატიეთ ერთ-ერთ ერთში მქონდა შეხვედრა აღარ დაგიმალოთ ისრაელში იყო ფუქსი ძალიან საინტერესო ინტელიგენტი პიროვნება და როდესაც დაუწყე მე საუბარი იმის თაობაზე რომ უნდა შემოვიდნენ ებრაელი ინვესტორები ბიზნესი დიდად არის განვითარებული და იცით ახლა ებრაელების ბიზნესში ყუაც სხვა ინტელექტის მეორთულებებთან ერთად მან ჩაიცინე და მითხრა რომ თქვენ გონიათ რომ მარტო ჩვენ ბიზნესმენებს აქვსო ფულიო თქვენებსაც არანაკლები ფული აქვს აბა ისინი შემოვიდნენ და შემოვიტანო ინვესტიციო ახლა ვიმყავდა ხედულობაში თქვენ ხვდებით მათ შორის ივანიშვილი და მისი გარემოცვა შესაბამისად თავის ქვეყანაში რო არ შემოაქვს ყაც ინვესტიცია სხვა რომელი ბიზნესმენი ჩამოვა კალიფორნიიდან ისრაელიდან ჩინეთიდან ჰონკონგიდან და შემოგიტანს ინვესტიციას ის ხო იფიქრებს რომ ეს კაცი თვითონ არენდობა თავის ეკონომიკას თავის ეროვნულ ვალუტას და მე რატომ უნდა ვანდო ჩემი კაპიტალი არასაიმედო ეკონომიკურ ფონდს და ამიტომ ვარ ამ დღეში როდესაც თვითონ მისცემს მაგალითს უცხოელ ინვესტორებს და ბიზნესმენებს აქ კაპიტალის დაბანდებისა ხო მერე წამოვა ის ტალღა და მერე წამოვა ის რესურსი რაც ეროვნულ ვალუტას გაამაგრებს იმ დონემდე რომ არჩევნები რომს გააყალბონ ასჯერ კურსი არ შეიცვლება დიდი მადლობა ბატონო შალვა რომ ვიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი გისურვებთ ყველაფერი დამთავრებადია და ეს რეჟიმის დასრულდება მე იმედი მაქვს დიდი მადლობა ეს იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი